ყველაფერი პოლიტიკაა. ჩვენ კი ვშიფრავთ კოდს, რომელიც გავლენას ახდენს შენზე. პოლიტიკური კოდი, ანალიზი, ფაქტები და კითხვები, რომლებსაც პასუხი სჭირდება. მოგესალმებით, ტელეპლუსის ეთერშია გადაცემა პოლიტიკური კოდი, მე ჟურნალისტი ხატია ბანცაძე ვარ. დღეს კი სტუმრად გვყავს ადამიანი, რომელიც არის პროფესიით სამხედრო ექიმი, იურისტი, პედაგოგი და ეკონომისტი, ხოლო მის თანამდებობებს რაც შეეხება, ის არის საქართველოს ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი და ამჟამად ის როგორც პარტია საქართველოს თავმჯდომარის რანგში ყავს მოწვეული ბატონი გიორგი ლილუაშვილია ჩვენი სტუმარი. მოგესალმებით ბატონო გიორგი, მადლობას გიხდით გადაცემაში მობრძანებისთვის. მოგესალმებით, დიდი მადლობა ჩემი მოწვევისათვის. საინტერესო ინტერვიუ გამოგვივა, რადგან ძალიან ბევრი კითხვა დაუგროვდა ალბათ მაყურებელს და მეც თქვენ შესახებ, რადგან ძალიან ისეთი წარსული გაქვთ, რომელიც პასუხებს საჭიროებს. თქვენ 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებში ხართ თბილისის მერობის კანდიდატი პარტია საქართველოდან 11 ნომრით. 11 ნომრით. დიახ, რას ფიქრობთ, როგორია თქვენი შანსები და განიხილავთ თუ არა, რომ 2025 წლის არჩევნებს, თვითმმართველობის არჩევნებს გააყალბებს ხელისუფლება? მე მივესალმები ისევ და ისევ ჩვენს ტელემაყურებლებს სრულიად საქართველოს და მინდა ერთ საკითხი ვამცნო, მით უმეტეს ეს არჩევნები მიმდინარეობს საპროტესტო აქციების ფონზე და შესაბამისად აპროტესტებს ჩვენი ახალგაზრდობა, ანუ ის თაობა, ვისთვისაც უნდა მოვიდეთ ხელისუფლებაში. პარტიების უმეტესობა არ ინტერესდება თუ რა სურვილები აქვთ ამ ახალგაზრდებს, არ ინტერესდებიან და შესაბამისად არც იციან თუ ვინ აპროტესტებს, რას აპროტესტებს და ზოგადად ტელევიზიები არასწორად აშუქებენ იქ მყოფ ახალგაზრდობის პროტესტის მიზეზს. ჩვენმა პოლიტიკურმა ორგანიზაციამ 2024 წელსაც მივიღეთ არჩევნებში მონაწილეობა, იქაც ვაპროტესტებდით იმ საკითხს, არჩევნები დარეგისტრირებული პარტიები უკანონოდ იყვნენ დარეგისტრირებული, 18 პარტიიდან 11 პარტია იყო უკანონოდ დარეგისტრირებული და შესაბამისად ახლა ის არჩევნები რო გაყალბდებოდა, ამაში ორი აზრი არც არსებობს. შემდგომ იყო ეგრეთ წოდებული პრეზიდენტის არჩევნები და ეს პრეზიდენტის არჩევნები ჩვენ გავასაჩივრეთ და როდესაც ეგრეთ წოდებული პრეზიდენტი ყაველაშვილი ხელი რო ქონდა დადებული, ოღონდ არ იცოდა რაზე ქონდა ხელი დადებული და რას იფიცებდა, ისიც წარმოდგენაში არ იყო. სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა აქ სააპელაციო სასამართლოში და კანონმდებლობით ამ სასამართლო პროცესები არ დასრულდებოდა მამამდე, არც დაფიცების უფლება ქონდა და არც არაფრის. ამიტომ ჩვენ შესაბამისად გავასაჩივრეთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, შევიტანეთ საჩივარი და მინდა აგერ საზოგადოებას ვანახო, რომ ევროპულმა სასამართლომ წარმოებაში მიიღო ეს საქმე ყაველაშვილის წინააღმდეგ, სადაც ვითხოვთ ჩვენ ამ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებისა და აქ არსებული სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გაუქმებას და პათილაცნობას, ასევე ყაველაშვილის მიერ ყველა ნებისმიერი გამოცემული ბრძანება იქნება, დაჯილდოება იქნება, ამინისტია იქნება თუ ასე შემდეგ, ყველას გაუქმებას. ამას ვითხოვთ და ეს არის ის პასუხი იმ ახალგაზრდებისთვის, მარტო არ არიან და თუ ყოველ დღე იქ აქციაზე ვერ დამინახავენ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შევეგუეთ იმ უსამართლობას, რა უსამართლობას ჩვენ ქვეყანაში ტრიალებს და ჩვენ ვივცვით სამართლებრივი გზით და სამართლებრივ ხერხებს მიმართავთ ამ ბრძოლაში. დიახ, აქვე ჩაგეკითხებით ბატონო გიორგი, თქვენ ახსენეთ, რომ თქვენ გახართ აქციაზე, უჭერთ იმ ახალგაზრდებს, მხოლოდ ახალგაზრდები არ დგანან აქციაზე, იქ სხვადასხვა ასაკის ადამიანები დგანან, რომელსაც მობეზრებული აქვს ქოსნაცური თამაში, ითხოვენ რაიმე ახალს იმისთვის, რომ შევიდნენ ევროკავშირში და იცხოვრონ იმ ყველაფერთან ერთად, რაც ევროკავშირის კეთილდღეობას შეეხება, თქვენ გახართ აქციაზე. მაგალითად არსებობს ადამიანების ნაწილი, რომელიც პესიმისტურადაა განწყობილი აქციების მიმართ. ერთ-ერთი მათგანი ვარ მეც, რადგან როდესაც აქციები დაიწყო, ფიქრობდი, რომ ეს რამე შეცვლიდა, თუმცა
ეხლა ვხედავ რომ რაღაცნაირად უჩვეულო მოვლენა გახდა რუსთაველის გამზირზე მყოფი მოქალაქე, ანუ არაფერს არ წარმოადგენს ხელისუფლებისთვის. სადამდე უნდა გაგრძელდეს ეს აქცია და რა შედეგს გამოიღებს და თუ არჩევნებზე მონაწილეობთ, მაშინ რას აკეთებთ 4 ოქტომბერს? გეტყვით, რასაც ვაკეთებთ 4 ოქტომბერს, 4 ოქტომბრამდე ჯერ უნდა მივიდეთ. 4 ოქტომბრამდე რას ვაკეთებდით, ამას გეტყვით. მე მგონი ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაციის მეც საჩივრები არ შეუტანია. დავთ ყველანაირ დარღვევებზე, რა დარღვევებიც არსებობს და მინდა გითხრათ, რომ უამრავი დარღვევა არის, მათ შორის პარტიების რეგისტრაციასთან დაკავშირებით. რომელიმე თუ მოგიგიათ? ერთი მოვიგეთ, ნაწილობრივ ამ ჩვენი კანდიდატი მოხსნეს, უკვე დარეგისტრირებული კანდიდატი მოხსნეს და აღვადგინეთ ეს სასამართლო სხვათა შორის ჩვენს გაგვიკვირდა როგორ მოვიგეთ. მაგრამ საქმე ის არის, რომ მეორე საკითხი იყო ცენტრალური საარჩევნო კომისიას 100 ლარი დააგისტრეს და იმ 100 ლარს არ გვიხდის რატომღაც ცენტრალური საარჩევნო კომისია აგვიანებს გადახდას და ჩვენ კიდე საჩივრები კიდე ბევრი გვაქვს შესატანი და ფასიანიათ მე მინდა საზოგადოებას უთხრა რომ არჩევნებზე დავები ყველა ფასიანია და იმდენი დარღვევები არის ყველა რომ გავასაჩივროთ ჩვენ ალბათ საქართველოს ბიუჯეტი არ ეყოფა და ამიტომ გვიჭირს ამ ხრივ და ის 100 ლარს რო არ გვიბრუნებს რომელითაც ჩვენ შეგვიძლია კიდე საჩივარი შევიტანოთ და კიდე გავასაჩივროთ ამიტომ ამაზეც უჩივით ახლა და დღეს უნდა შევიტანო კიდე აი საჩივრები მაქვს აგერ გამზადებული სასამართლოსთვის რომ უჩივლოთ ისე ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და იმ მსგავსებას რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში. მე ვიტყვი რომ უკაცრავად აი აქ გამიჩნდა კითხვა თქვენ უნდა უჩივლოთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და არაერთხელ გირჩევიათ მათთვის და მაინც იღებთ მონაწილეობას არჩევნებში. რა შეასაქმე? ანუ თუ არ ენდობით კომისიას და იმ პროცესს რომელიც 4 ოქტომბერს უნდა გაიმართოს და არჩევნები ჩატარდეს თქვენ რატო იღებთ მონაწილეობას არჩევნებში? მე გეტყვით რატომაც ვიღებთ მონაწილეობას ჩვენ თავიდან არ ქონდა განსაზღვრული რომ არჩევნებში მივიღებდით მონაწილეობას მაგრამ 2024 წლის შემდგომ მე ხაზს გავუსვამთ 18 პარტია მონაწილეობდა 2024 წელს არჩევნებში აქედან 11 იყო უკანონოდ დარეგისტრირებული მათ შორის ის ოპოზიციური პარტიები რომლებიც დღეს ასაჩივრებენ და მათ შორის ნაციონალური მოძრაობაც. როდესაც განაცხადეს რომ ისინი არჩევნებში არ მონაწილეობდნენ, ჩავთვალეთ რომ ყველას არ უნდა მიგვეღო არჩევნებში მონაწილეობა, მაგრამ აღმოჩნდა რომ 17 პარტიამ ვინც მონაწილეობდა ნაციონალური მოძრაობის გარდა, უყველამ შეიტანა განაცხადი. და პარტია ახალის გარდა დიახ, ვარამი ამერიკას. ხო, ვარამი იგივე ნაციონალების განაკვეთი არის, მაგ ჩვეულებრივად რო ვისაუბროთ. მაგრამ აღმოჩნდა რომ უყველამ შეიტანა განაცხადი და ჩვენი მიზანი იყო რომ ამ არჩევნებზე დავრეგისტრირებულიყავით და ის დარღვევები ისევ დაგვეფიქსირებია, უკვე სამართლებრივ ჭრილში გადაგვეტანა ის დავები, რომელიც წინა არჩევნებზე ფაქტიურად ჩვენ არ მოგვწეს ამის საშუალება. და 24-ში ვერ დააფიქსირეთ? ვერ დავაფიქსირეთ იმ 11 პარტიასთან დაკავშირებით, მაგრამ ასე რომ ვთქვათ, ვერ მივახციეთ სამართლიანობას მაშინაც და ამას მოყვა ზუსტად ევროპის სასამართლოში გაგზავნა ამ ჩვენი საჩივრის. ახლაც იგივეს ვაპირებთ, რადგანაც ჩვენ ვერ ვახცევთ სამართლიანობას, ისე ევროპის სასამართლოს იმედი გვაქვს, ისე ევროპის იმედი გვაქვს და ამიტომ ჩვენ გვინდა რომ ეს ყველაფერი იყოს ასე რომ ვთქვათ სამართლებრივ ჭრილში განხილული. იმიტომ რომ იმ აქციებს თუ არ ექნა სამართლებრივი საფუძვლები ის აქციები დარჩება აქციებად და შესაბამისად შედეგს ვერ მივიღებთ. ამიტომ ვიძვით ჩვენ და მე ხაზი მინდა გავუსვა და აღვნიშნო ის საკითხი, რომ დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დარეგისტრირებული პარტიებიდან CSKO-ს აქვს თავის გვერდზე საჩივრების რეესტრი. ელემენტარულად რო შეხვიდეთ ამ საჩივრების რეესტრში ჩვენი პარტიის მეც არავის არ უჩივლია და ეგრეთ წოდებული ოპოზიციური პარტიები, რომლებიც იძახიან, რომ არჩევნებში იმიტომ მონაწილეობენ, რომ რაღაცა გააკეთონ, მე ლელოს და გახარიას გულისხმობ. სხვათა შორის დღეს იყო უწყებათა შორის კომისია და წინა კომისიაზე იყო გახარიას წარმომადგენელი მოსული და ამ კომისიაზე დიდი მადლობა მინდა გადაუხადო იმ პიროვნებას იმის გამო, რომ რაღაცა გაასაჩივრა.
მაგრამ ეს არჩევნები არჩევნებამდე წყდება, არჩევნებამდე დარღვევებია დასაფიქსირებელი. დღეს იყო ბოლო სხდომა არჩევნებამდე და შესაბამისად ის საკითხები მაგალითად სიებთან დაკავშირებული, როდესაც ჩვენი კანდიდატები საარჩევნო სიებში არ იყვნენ საერთოდ და კანდიდატებად გვინდოდა დარეგისტრირება, ის რომ ცნობები უფლების ჩამორთმევის შესახებ არაერთი პრობლემა შეიქმნა. კიდე არაერთი პრობლემა იყო ამ წინა საარჩევნო პერიოდში და უამრავი საჩივარი დავწერეთ ჩვენ იმისათვის რომ ეს ყველაფერი დაფიქსირებული იყო. თუ არ ფიქსირდება, მაშ გეუბნებიან რომ ესე იგი შენ არაფერს არ აპროტესტებ, ყველაფერს ეთანხმები და გამოდის რომ ჟარგონს ვიხმარ და გაправება გამოდის ამ ხელისუფლების და ნამდვილად არ მინდა მე ამათი არც გაправება მინდა და ამის გამო ვამბობ რომ ნაცქოცური ხელისუფლებები ჩვენს მოსახლეობას მობეზდა და ორივე უნდა მოვიცილოთ და ამისთვის და მოიცილოთ და მოხვიდეთ ხელისუფლებაში თქვენ? რა თქმა უნდა, მეც უნდა მოვიდე და სხვაებიც უნდა მოვიდე. წინა არჩევნებში რამდენი პროცენტი გქონდათ მხარდაჭერა? ნახეთ რა არის წინა არჩევნებში იმდენი პროცენტი გქონდა ჩვენ რამდენი სხვა პარტიებს, იმიტომ რომ წინა არჩევნები თუ გაყავდა ყველასთვის გაყავდა და კვალიფიციური პარტია ვერც ერთი ვერ იქნება თუ ისინი აღიარებენ რომ არჩევნები გაყავდა. როგორ არიან კვალიფიციური კაცო თუ ამბობს რომ იმისთვის თუ გაყავდა, ჩემთვის არ გაყავდა ის არჩევნები? ამიტომ ეს არჩევნები, როდესაც ისმევა საკითხი რომ რამდენი პროცენტი აიღე, არავის არაფერი არ აუღია, თუ აიღეს ყველა ერთნაირად აიღო, იმიტომ რომ ყველასთვის ერთნაირად გაყავდა. დიახ, თქვენ გაქვთ ამბიცია და წარმოდგენა იმის რომ ჩატარდეს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ რომ ჩაატაროს არჩევნები, რომელსაც არ გააყალბებენ ერთი ხმითაც კი, თქვენი პარტია მოვა ხელისუფლებაში? ანუ ეს რომ დაგვიფიქსიროთ და მერე კითხვა მექნება. რო არ არჩევნები თუ ტარდება, არჩევნების ჩატარება ნიშნავს, რომ ის არ გაყალბდება და ეს იქნება გამჭვირვალე და ყველასათვის მისაღები. რა თქმა უნდა, ჩვენ გავიმარჯვებთ. თუ ჩვენ მოგვეცემა იმის საშუალება, რომ საზოგადოებას წარუდგინოთ ჩვენი პროგრამა სრულფასოვნად, მოსახლეობას გავაცნოთ ჩვენი კანდიდატები, ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა გავიმარჯვებთ, იმიტომ რომ თუ ჩვენ შევხედავთ მათ კანდიდატებს, ეგრეთ წოდებული პრეზიდენტი წერა-კითხვა არ იცის კაცმა და იმას ნამდვილად არ აირჩევდა ჩვენი მოსახლეობა. თქვენ მხარს უჭერდით სალომე ზურაბიშვილს? არა, სალომე სხვათა შორის ერთადერთი პარტია ვიყავით, ვინც უჩივლა სალომე ზურაბიშვილს, როდესაც პრეზიდენტად დასვეს. და აქციებს როდესაც გამოდიოდა, მაშინ როგორ იყავით მის მიმართ განწყობილი? სალომე ზურაბიშვილთან მიმართებაში, ახლა ჩვენ სალომე ზურაბიშვილთან მიმართებაში ყვარვისა უნდა ვისაუბროთ, მაგრამ მე ვიტყვი მაყურებელმა რომ იცოდეს, მე ქალბატონ სალომეს უჩივლე და ერთი მიზეზის გამო. ქალბატონი სალომე იყო სხვა ქვეყნის მოქალაქე და ჩვენი კონსტიტუციის შესაბამისად მას არ ჰქონდა უფლება ყოფილიყო ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი. ის დღესაც სხვა ქვეყნის მოქალაქე არის, მაგრამ მისი გაპრეზიდენტება ზუსტად ქართული ოცნების დამსახურება იყო, როდესაც ქართულმა ოცნება ერთჯერადად მორგებულად ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს მოარგეს საარჩევნო კანონმდებლობა. ანუ საარჩევნო კოდექსში ქალბატონი სალომესთვის შეიტანეს ცვლილება. მის შემდეგ ის კანონის სხვაზე არც ესე არ გამოყენებულა და ბატონო გიორგი, მოდით აი გავიმიჯნოთ. დანარჩენი საკითხი. იმიტომ რომ ალბათ აი მართლაც მაყურებელიც ახლა რომ გვისმენს, ალბათ მასაც დაებადებოდა ეს კითხვა, მე როგორც მაყურებლის და როგორც ჟურნალისტის თვალსაზრისით გისვამთ ამ კითხვას, რადგან თქვენ ძალიან განათლებული ადამიანი ხართ, ძალიან ბევრი რეგალია გაქვთ, ყოფილხართ სამხედრო ექიმი, იურისტი, ეკონომისტი, პედაგოგი და აი უბრალოდ მაინტერესებს რა გაძლევთ იმის თქმის საშუალებას, რომ არ გაყალბდეს არჩევნები და თქვენ შეძლოთ თქვენი პარტიის წარდგენა მოქალაქეებისთვის ისე როგორც ნამდვილად არის, რომ აუცილებლად გაიმარჯვებთ. აი ამ კითხვაზე რომ გითხრათ ზუსტი პასუხი თქვენი, ანუ რა გაძლევთ იმის თქმის საშუალებას და ამბიციას. იმიტომ რომ ყველა პარტია ასე იძახის. ყველა პარტია ამბობს, პარტია ლელოს წარმომადგენელიც მყავდა, ქართული ოცნების პარტია ჩვენი გაერთიანებული საქართველოსიც, მაგრამ ყველა ამას იძახის და თქვენ რატომ თვლით ასე? ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაცია დაფუძნებული არის საქართველოს ეროვნული აკადემიის ეგიდით და შესაბამისად ის პროექტები, რაც ჩვენ გამარჯვების შემთხვევაში უნდა განვახორციელოთ, ზუსტად ამ აკადემიის მრავალ 10 წლეულების მანძილზე განხორციელებული პროექტები არის და ჩვენ გვინდა რომ ჩვენი მოსახლეობა
უკეთეს პირობებში ცხოვრობდეს, უკეთესად განვითარდეს ჩვენი სახელმწიფო და ამისთვის ვიბრძვით და ჩვენ თუ მოსახლეობას ამ პროექტებს გავაცნობთ დასაბუთებულად და წარუდგენთ, მოსახლეობა დინჯია, გონიერი არის ჩვენი მოსახლეობა, შესაბამისად, მათ არ ეშლებათ არჩევანის გაკეთება, თუ მათ მიეცემათ, რა თქმა უნდა, არჩევანის გაკეთების საშუალება. მათ არ ეძლევათ არჩევანის გაკეთების საშუალება, იმიტომ რომ ჩვენ არ გვეძლება რომ წარუდგეთ მათ ელემენტარულად და ახლა ის რომ ვინ გიშლით ხელს იარეთ ქუჩაში ვერ შევალთ ელემენტარულად 3.500.000 მოსახლესთან და სათითაოდ ვერ გავაცნობთ აი ამ პროგრამებს და არაერთი პროგრამა გვაქვს და თუ გაინტერესებთ, მოკლედ გეტყვით რა პროგრამებითაც ჩვენ მოგვიწევთ თქვენ გადაცემაში და ამ პროგრამებზე უფრო ვრცლად ვისაუბრებთ. შემდეგში ახლა მაინტერესებს. მაგრამ მე ერთ რამეს გეტყვით, შემდეგი უკვე არჩევნების შემდეგ მოხდება სავარაუდოდ, იმიტომ რომ არჩევნები 4 რიცხვში არის დანიშნული, უკვე ხო, მაგრამ თვითონ მთავრობაში მოსვლაზე ვსაუბრობთ. კი, რა თქმა უნდა. თვითმმართველობის არჩევნებით მთავრობაში ნამდვილად ვერ მოვა ვერც ერთი პოლიტიკური პარტია ამჟამად. მე ვარ მერობის კანდიდატი, შესაბამისად მთავრობაშიც მოვალთ. თუ თვითმმართველობის რგოლებს დავიკავებთ, მთავრობაშიც მოვართ და სახელმწიფოშიც მოვართ. თუმცა ქართული ოცნება აქტიურად ყიდულობს ხმებს, ბატონო გიორგი. აი თქვენ ზუსტად ახლა დააფიქსირეთ, რომ ყიდულობთ და ერთადერთი პარტია ვართ, ვინც ყიდულობს და ხომ ხალხს უჭირს და მოქმედი ქალაქის მერის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღუძარით და ვითხოვთ მის მოხსნას არჩევნებიდან იმის გამო რომ მან თბილისობა გადმოიტანა იმ მიზნით რომ მოესყიდა თბილისის მოსახლეობა. არასდროს არ ჩატარებულა თბილისში სექტემბრის შუა რიცხვებში თბილისობა ეს იყო ოქტომბრის დღესასწაული თბილისელებისთვის, როდესაც სოფლებში, რაიონებში მოიწვევდნენ მოსავალს და ეს მოსავალი ჩამოქონდა თბილისში და თბილისელებთან ერთად სოფლის მოსახლეობა დღესასწაულობდა. კი, თბილისელი ვარ. ანუ იცნობთ თბილისელების პრობლემებს უფრო ახლოდან და შეხვედრებით უგქონიათ მოსახლეობასთან. თქმა უნდა. ჯერ ერთი ყოველდღე ხვდებით თბილისელებს და საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადავაადგილდებით და ზუსტად ის პრობლემები, რაც წამოიჭრა, ჩემ კისერზეც გადადის და რეალურად, როდესაც მე საკითხს ვაყენებ, რომ თბილისს ყველაზე მეტად უჭირს თუნდაც ზოგიერთ რაიონში, თბილისის რაიონებში, ახლა მე რასაც ვიტყვი, საკანალიზაციო სისტემები არ აქვთ, წყალმომარაგება არ აქვთ. და ჩვენ როდესაც თანამედროვე ქალაქის მშენებლობაზე ვსაუბრობთ და ამხელად სათამბჯენებს ვაშენებთ, ერთ შეკითხვა მაქვს, აი ეს არაბები და ინდუსები რო ჩასახდებიან ამ სახლებში, ის საკანალიზაციო სისტემები რას უნდა დაუერთოთ, ხო ვერ გვეტყვით? ვაკის ალბათ ნაგვისურნებს. ხო, ალბათ, მაგრამ არ ვიცი ისინი რას დაუერთებენ, მაგრამ როდესაც თბილისი შენდებოდა და ეს კომუნიკაციები გაკეთდა, ის გათვლილი იყო დაუშვათ 10 კორპუსზე. როდესაც 10 კორპუსის მაგივრად აშენდა 100 კორპუსი და უფრო მაღალი კორპუსები, ის რა თქმა უნდა იმას ვერ გაუძლებს. ამას სჭირდება განახლება. ამას სჭირდება შესაბამისად ახალი სისტემების დანერგვა და ჩვენ ზუსტად ამას ვპირდებით მოსახლეობას, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც დღეს ჩვენ ქალაქში სამწუხაროდ გადაადგილება შეუძლებელია, ჩვენ ვპირდებით, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასო იქნება და ბევრმა შეიძლება ვითხრას, რომ აი საიდან მოიტანთ ამას. თავარი და უმთავრესი ჩვენი პოლიტიკური პარტიის ასე რომ ვთქვათ, პროგრამაში ეს არის სახელმწიფო ბანკის შექმნა. სახელმწიფო ბანკის შექმნა, რომელიც ზუსტად დააფინანსებს ჩვენი მოსახლეობის საშუალო ფენას გასცემს დაბალპროცენტიან სესხებს. ალბათ ჩვენი მოსახლეობის 100% თუ არა 99% ბანკებთან არის დაკავშირებული და ბანკების ხელში არის ჩავარდნილი და ის არის ყველა კომერციული ბანკი.
არც ერთი კომერციული ბანკი დაბალ პროცენტიან ცეცხლს არ გასცემს, რაც არ უნდა ვიძახოთ ჩვენ გახსოვთ ალბათ ბიზნეს ის იაფასიანი ფული, იაფასიანი ფული არ არსებობს. უფასო ფულსაც გვპირდება. კი, უფასო ფული, უფასო ქაღალ ესეც არა, ამასაც თავის ფასი აქვს ამ ქაღალს. და შესაბამისად თუ არ შეიქმნა სახელმწიფო ბანკი, რომელიც გააკონტროლებს ამ კერძო ბანკებს მოსახლეობას ბევრჯერ შეშლიათ, რომ ეროვნული ბანკი გონიათ ბანკი. ეროვნული ბანკი არ არის ბანკი. იმას სხვა ფუნქციები აქვს და ფაქტობრივად ვერ საკონტროლებს კერძო ბანკებს და შესაბამისად რასაც უნდა ის კერძო ბანკები იმას ახორციელებენ. ამიტომ შესაქმნელი არის აუცილებლად სახელმწიფო ბანკი, აუცილებლად არის გასაკეთებელი სახელმწიფო დივიდენდების ფონდი. სახელმწიფო დივიდენდების ფონდი ეს არ არის ჩვენი მოფიქრებული, ასეთი ფონდები არსებობს. ალიასკას ცნობილი ფონდები არის, ალიასკას დივიდენდების ფონდი, სადაც მთელი ნავთობმოპოვებიდან შემოსული მოგება ნაწილდება მოქალაქეებზე, ასევე კუვეიტის და შორს რო არ წავიდეთ აზერბაიჯანსაც აქვს მსგავსი ფონდი, რომელიც ხმარდება სოციალურ საკითხებს და ჯანდაცვას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ ხალხს ხმარდება, არის პირდაპირ, როდესაც მოქალაქეებს ეძლევა და ამიტომ ჩვენ დავამუშავეთ საქართველოსთვის მორგებული ფონდი, რომელიც 50% მოხმარდება სოციალურ საკითხებს, 20% მოხმარდება ჯანდაცვის სისტემებს და 30% პირდაპირ გაიცემა მოქალაქეებზე. თუნდაც ერთი თეთრი რო შემხვდეს მე ამ ფონდიდან, მე უკვე თავს ვიგრძნობ, რომ ამ ქვეყნის ბატონ პატრონი ვარ და შესაბამისად კონტროლის მექანიზმი მექნება. თუ არ მომეცა ის ერთი თეთრი ამ ფონდის მართველი ჯგუფი, ესე იგი ვერ მუშაობს და შესაბამისად მოვიტყო მასთან დაკავშირებულ საკითხებს, იმიტომ რომ მე დავზარალდი უკვე უშუალოდ. და ამიტომ ეს საკითხები გვაქვს დღის წესრიგში დაყენებული, მათ შორის პენსიებთან დაკავშირებით. მე მოკლედ ზოგმა შეიძლება ჩვენო მოქალაქეებმა არ იცის, რას ნიშნავს დივიდენდების ფონდი. ეს არის სახელმწიფო ქონების სახელმწიფო საწარმოებებიდან შემოსული შემოსავლის ფონდი. ანუ თუ რამე ქონება არის წიაღისეული, წყალი, მიწა და ამას სახელმწიფო ასე რომ თქვა მართავს და მოგება მოაქვს, აი მაგალითად რკინიგზას რა მოგება მოაქვს, ის მოგება გადანაწილდება შემოაფონდა. და გადაუხადოთ ისა პენსიონერებს პენსია? არა მარტო იქიდან. და რამდენი იქნება პენსია? ეს რაც აქვს? არა. მე გეტყვით პენსიასთან დაკავშირებით კიდე სხვა მექანიზმები არის, არა მარტო ეს საკითხი. პენსიებთან დაკავშირებით ჩვენ დიდი სამუშაო ჩავატარეთ, განსაზღვრეთ რეალური საარსებო მინიმუმი. აი შეკითხვას დაგისვავთ თქვენ რეალური საარსებო მინიმუმი ჩვენს ქვეყანაში ერთ ადამიანზე რამდენი არის? აი ოფიციალურად არის 200 ლარი. როგორც იცი ძალიან დაბალია, მგონი 15 თუ 18 არა, რეალური საარსებო მინიმუმი რეალური საარსებო მინიმუმი არის 1600 ლარი. ანუ პენსიონერმა ერთმა ადამიანმა თქვენი ძახით რამდენი სჭირდება ადამიანს? ადამიანს ერთ ადამიანს რომ მე ხო პენსიით გამოვითვალე დღეში რამდენი შეუძლია დახარჯოს პენსიონერს 10 ლარი ალბათ რომ იასწავლოს. ხო, ვერაფერს ვერ დახარჯავს, შიმშილით კვდებიან ეს პენსიონერები და რეალურად თან ამას სწავლების ფულიც 1600 ლარი არის საარსებო მინიმუმი ერთ ადამიანზე. ჩვენს ქვეყანაში არის დაგროვებითი პენსია, ჩვენ კანონპროექტის მომამზადეთ და გამოვაქვეყნეთ ჩვენს სოციალურ ქსელში. სოციალურ ქსელში როგორ უნდა გიპოვოთ მოქალაქეებმა, რომ უთხრათ, Facebook-ი გაქვთ? კი, Facebook-ზე შეიძლება რომ გვიპოვოთ, პარტია საქართველო ქართულად და ასევე ჩემს სახელზე არის კიდე ლათინურად გიორგი ლილუაშვილი. დიახ. მოქალაქეებს მიმართოთ, რომ მოგწეროთ და დეტალებსაც აგიხსნით და მე გეტყვით ახლა პენსიასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ეს მნიშვნელოვანი საკითხი არის 1600 ლარი, საიდან უნდა მოვიტანოთ ახლა გაღატაკებული ქვეყანა ვართ და სად ვიშოვოთ ეს 1600 ლარი? 1600 ლარი დაგროვებითი პენსია, როდესაც ეს პენსიის ფონდი შეიქმნა, 6 მილიარდზე მეტი არის დაგროვებული და ეს დაგროვებული პენსიის ფული პირდაპირ ჩვენმა მთავრობამ ადგა და გააქანა სხვა ქვეყნის ეკონომიკაში ჩადო, როდესაც აქციები იყიდეს Apple-ის და სხვადასხვა კომპანიების, ცნობილი კომპანიების, რომ ისინი მოგებას მოგვიტანებენ. ის მოგებას კი არ მოგიტანთ, კაცო.
ის არის მაგალითად Apple-ის აქციონერი არის ბიძინა ივანიშვილი და იმან თავისი ბიზნესის განვითარებაში უწყო ხელი იმ სხვა ქვეყანაში, რომელ ქვეყანაშიც არის ეს კომპანიები და საქართველოს დარჩა გაღატაკებული, აგერ არაბები ჩამოვიდნენ და 6 მილიარდ ჩადებენ და ფეხქვეშ გაეგდნენ, რომ აი ოღონდ თქვენ ეს ფული შემოიტანოთ და ამ დროს ჩვენი ფული სხვა ქვეყანაში წავიდა, სხვა ქვეყნის ეკონომიკაში ჩაიდო. ეს თანხა პირდაპირ უნდა გაიცეს, ანუ დაგროვებითი პენსია არ უნდა იყოს და პირდაპირ ხელფასებიდან საპენსიო ფონდში გადარიცხული თანხა პირდაპირ პენსიონერებს უნდა დაერიცხოთ. იმის და მიხედვით თუ ანუ მე ახალგაზრდა ადამიანი 22 წლის, როდესაც მუშაობ და საპენსიო დანაზოგი დამერიცხება, ეს უნდა გადაურიცხოს საქართველოს ხელისუფლებამ პენსიონერს. ეს პირდაპირ უნდა აისახოს პენსიონერზე. როდესაც თქვენ გახდებით პენსიონერი, იგივე წრედი იქნება შეკრული, ახალგაზრდა უკვე თქვენ დაგირიცხავთ იმ თანხას პენსიისთვის. მუშაობის დონემ რო იკლოს, მე რომ მოხუცი ვიქნები. ამიტომ აი ზუსტად მაგაში არის, მუშაობის დონემ არ უნდა იკლოს და დეგრადაცია გვაქვს, ბავშვები აღარც იბადებიან და გარდაცვალება ბევრად აჭარბებს. ზუსტად მაგაში არის დაბადებულთა რაოდენობა, იმიტომ არის შემცირებული, რომ ოჯახები არ იქნება და ამის მიზეზი არის სოციალური საკითხი. ჩვენ ამასთან დაკავშირებითაც საუბრობთ და სამუშაო ადგილების შექმნასთან დაკავშირებით. ჩვენ როდესაც ვამბობთ, რომ პენსია 1600 ლარი მიეცემა და შვილი არჩენს მშობელს, როდესაც ის შვილი გახდება მშობელი და მას თავისი შვილი არჩენს. ანუ შესაბამისად ეს არის ჩვენ როდესაც ევროპაში გვინდა, ზუსტად ევროპულ ქვეყნებში არის ეს. მაგალითად სახელმწიფო ბანკი არის გერმანიაში, არის საფრანგეთში და აგერ ჩინეთშიც არის ბატონებო სახელმწიფო ბანკი. დივიდენდების ფონდი განვითარებულ ქვეყნებში არის, აგერ გითხარით ალიასკის ცნობილი ფონდი არის, აგერ არაბები რო ჩამოვიდნენ ჩვენთან და ფულის ჩადება უნდათ ჩვენს ეკონომიკაში, იქაც საკმაოდ სერიოზულად არის ეს ფონდი წარმოდგენილი. ზუსტად ამაზე არის საუბარი. აი, მომავალი თაობაც მე დავასრულებ. საუბარი არის, რომ პენსიონერის ინტერესი ის კი არ იქნება პენსია გამიზარდეო. პენსიონერის ინტერესი იქნება, რომ ახალგაზრდობა დაასაქმე. მაღალი ხელფასი მიეცი, იმიტომ რომ იქიდან დაქვითული თანხა, საპენსიო თანხა იმ პენსიონერთან მივა და მისი ინტერესი ზუსტად თქვენი დაცვა იქნება, ახალგაზრდების დაცვა, რომ თქვენ გქონდეთ სამუშაო გარემო, შესაბამისად გაიზარდოს სამუშაო ადგილები, გაიზარდოს ხელფასი. ამაზე არის საუბარი და ის პენსიონერი სად ახარჯავს იმ 1600 ლარს. ამერიკაში წავა და იქ კომპიუტერებს იყიდის თუ რა, აქ დახარჯავს ისევ და მცირე და საშუალო ბიზნესი განვითარდება, 800,000 ადამიანს შემსყიდველობითი უნარი გაეზდება. ახლა თქვენ წარმოიდგინეთ ხელფასების რაოდენობა მთავრობაში საპენსიო ფონდის ხელმძღვანელობა 35,000 ლარი აქვს ხელფასი. თქვენ რასაც გაჭრიან ამ თანხას და გეუბნებიან რომ დავაგროვეთო, არაფერს არ აგროვებენ, თავი ჯიბეში გააქანეს და თვითონვე ხარჯავენ და თქვენ რომ მოგიწევთ საპენსიო ასაკი, გეტყვიან რომ ის კომპანია გაკოტრდა და მე სად მიდიხართ? აი გეკითხებით ის რო გაკოტრდება თქვენ რომ დაგაბანდებიეს ეს თანხა არაერთხელ მომختარა საპენსიო ფონდის იმასგეს ანაბრებით წაგვართვეს და ვინაც წაგვართვა ეს ადამიანები დღესაც აგერ მილიარდელები არიან და ერთ-ერთი შვილი აგერ ოცნებიდან იყრის კენჭს და ჩხარტიშვილზე მაქვს საუბარი და გემახსოვრებათ აგერ ცნობილი გამოსახლება აი აეროპორტის მიმდებარედ მოსახლეობას რომ მიუსიეს და მე გეტყვით ძალიან საინტერესო ფაქტი მოხდა ამ გამოსახლებიდან. მოხდა ასეთი შემთხვევა, მე პირველად გავიგე, კერძო აღმასრულებლები ყოფილან და არა სახელმწიფო აღსრულების პოლიციამ გამოასახლა ეს ხალხი, არამედ კერძო აღსრულების პოლიციამ ნიღბიანები იყვნენ მისულები და ცემატყებით გამოყარეს ეს ხალხი მრავალშვილიანი ოჯახები და ასე შემდეგ. და მოხდა ისე რომ ამ ჩხარტიშვილმა მიყიდა აზერბაიჯანელებს და
განახორციელებიეს, რომ კერძო აღმასრულებლით მომხდარიყო ამ მოსახლეობის გამოსახლება და მე ხალხს გავუსვა ქალაქში უსახლკაროებთან დაკავშირებით, ახალ დაქორწინებულებთან დაკავშირებით, საბინაო საკითხის მოგვარება აუცილებელი არის და შობადობასთან დაკავშირებით ზუსტად ეს არის წამახალისებელი უნდა იყოს. თითოეული ბავშვის გაჩენა ჩვენს ქვეყანაში წამახალისებელი უნდა იყოს ქორწინება და შესაბამისად ოჯახის შექმნა, ოჯახების დანგრევა ძირითადად სოციალურ საკითხებს უკავშირდება. სოციალური გარემოდან გამომდინარე ხდება ოჯახების დანგრევა. ეს შესწავლილიც არის და ყველამ კარგად იცის, მაგრამ ამას არ უყურებენ. მე გეტყვით ახლა, თუ გამოიცნობთ საქართველოში ყველაზე მაღალი ხელფასი რამდენი არის? ეს რომელ წრეებში გულისხმობთ? აი საერთოდ საქართველოში ყველაზე მაღალი ხელფასი შეგიძლია დაგუგლოთ და ამოგიგდებთ. გონი არ ვიცი, მაგრამ საშუალო ხელფასი შეიძლება მივხვდეთ. საშუალო არა, ყველაზე მაღალი. არ ვიცი. აი რა თანხა შეიძლება იყოს? აი თქვენ თუ იტყვით, აი უბრალოდ ციფრი დაასახელეთ. არ ვიცი. ერთ თვეში რამდენი შეიძლება კაცმა აიღოს ხელფასი საქართველოში? რომელ სფეროში? ნებისმიერ სფეროში, აი არა. როგორც ვიცი, ტელევიზიაში პირველი არხის დირექტორს აქვს მაღალი ხელფასი, რაღაც რამდენიმე 1000 ლარი. საქართველოში 400-ზე მეტი მოქალაქე, საქართველოს მოქალაქე 100.000 ლარზე მეც იღებს თვეში ხელფასს. 400-ზე მეტი მოქალაქე. და საქართველოს ბანკის გენერალურმა ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა 2017 წელს 3.700.000 ლარი აიღო წელიწადში ხელფასი და არის ერთ-ერთი პიროვნება, რომელიც მილიონს იღებს თვეში. ძალიან კარგი. გილაური. ნიკა გილაური, რომელიც აფინანსებდა? ხო, ნუ ეს ახლა წარმოიდგინეთ. ვის აფინანსებდა, რას აფინანსებდა, მაგრამ ფაქტი ხო არის ამ გაჭირვებულ ქვეყანაში რა უნდა გააკეთოს ადამიანმა, რომ მილიონი აიღოს და ან 100.000 ლარზე მეტი აიღოს ხელფასი. აი ამიხსენეთ. რა უნდა გააკეთო ქვეყანაში, როდესაც პენსიონერს 300 ლარი არ აქვს და მილიონს იღებს ხელფასს თვეში. ნამდვილად კარგი გზებით არ იღებენ ეს ადამიანები. ხო და მაგაშია საქმე და ზუსტად მათ არის აგერ თქვენ ამბობთ საიდან შეიძლება ამ ყველაფრის დაფინანსება და აგერ ერთმა ვალუტის გადამხურდავებელმა ჯიხურმა 2 მილიარდი გააკეთა იმაში რა ქვია წელიწად ნახევარში და ამისთან ჯიხურებს ჩავდგავთ ბევრს მეტი იქნება და ფულით შემოვა ხო ამიტომ ჩვენს ქვეყანაში ქართველ ხალხს უნდა კონდეს ძალაუფლება და არა იმ გამყიდველებს, რომლებიც იმყოფებიან და ჩვენ გვძარცვავენ. მომავალ თაობას უნდა შეუქმნა პირობები იმისათვის, რომ განვითარდეს. ის ახალგაზრდობა, თქვენ თქვით, რომ იქ ძველგაზრდობაც არის. რა თქმა უნდა, ძველგაზრდობა იქნება, შვილიშვილი რომ აქციაზე დგას და პოლიციელი ურტყავს, რა გააჩერებს სახში მამას და მამას, დედას და ბებიას და ბაბუას და პოლიციელს ურტყავს მისი შვილიშვილი? პოლიციელს რო ურტყავს, მე ერთ რამეს გეტყვით. პოლიციელი თავის დონეზე უნდა იდგეს და არც ის მოხდება. რა დონეზე არ უნდა დაიცვას სახელმწიფო? არა, სახელმწიფო არა. პოლიციელისთვის რა მნიშვნელობა აქვს თავრობაში ვინ არის? არა, პოლიციელს ის მოვალეობები აქვს, რომ მან კანონი უნდა დაიცვას. პირადად მე ახლა სხვის იმაზე არ ვიტყვი. კოვიდის დროს პირბადის სტარების გულით ციხეში ამომაყოფიეს თავი. ბორკილები დამადეს და პირბადე რატო არ გიკეთიაო, ციხეში ჩამაჯინეს. 17,000 კაცია მოკლული კოვიდის პერიოდში, ცელოფნის პარკში გახვეული და კაციშვილი გამოძიებას არ ატარებს. და რომელ პოლიციელზე მელაპარაკებით? იმ პოლიციელებზე, რომლებიც კანონს არღვევენ? რომელიც კანონსაც არ იცნობენ. ზოგიერთმა დაარღვია კანონი, თუმცა იმ ადამიანებს ზოგიერთსაც მოხდა ხრანჩი. ნახეთ რა არის ვინც დაარღვია კანონი. ფორმა აგერ ბაზრობაზე იყიდება, იმისი არ იყოს თეთრი ხალათიო, იმასაც მემაროჟნესაც აცვიაო და ექიმი ხო არ არის. შესაბამისად, ის ფორმა შეიძლება აგერ ბაზარში აცვია, მაგრამ როდესაც ფორმიანი ადამიანი კანონს არღვევს, იმას უფრო მეტი უნდა მოეკითხებოდეს. მე მოვიგე სასამართლო, ბორკილები რო დამატეს, გამამართლეს და კომპენსაცია მოვითხოვე სასამართლოში. 100,000 ლარი კომპენსაცია ჩემი უფლებების შეურაცხყოფისთვის და სასამართლო ნაწილობრივ დააკმაყოფილა ეს ჩემი მოთხოვნა. რამეს დააკმაყოფილებდა 100,000 ლარიდან, აი მოქალაქის ღირსება რამდენი უღირს ჩვენ სახელმწიფოს მოქალაქის ღირსებას. აქ თბილისში. ქუჩაში? ქუჩაში რა თქმა უნდა.
არ ვიცი. 50,000-ით დაგაფინანსეს? რას ლაპარაკობთ? 120 ლარი, მაგე ზედმეტია შენთვისო და მე ამას ვამბობ, თუ პოლიციელის ერთი გალაწუნება, პატარა რაღაც მოცაცუნება ხელის ადამიანს ციხეში მრავალწლიანი ევროკავშირი და ამერიკაში რომ პირიქით გაამკაცრეს კანონები პოლიციელზე თავდასხმისთვის, თუნდაც შემოქმნისთვის. მე ვსაუბრობ იმაზე, რომ პოლიციელი თავის ადგილზე უნდა იდგეს, პოლიციელი უნდა იყოს, არ უნდა პოლიციელი თავის ადგილზე როცა იქნება, ის მოქალაქეს თავის ადგილზე იქნება და არავინ აქციების დროს სად უნდა იყოს პოლიციელი? შეხლა შემოხლაში სადაც სად იყო იქ პოლიციელი? ფეიერვერკებს უშინებდნენ. და იქ სად იყო მე პოლიციელი და ვინც უშინებდა პოლიციელებს, ვინც ქვებს ესრო და აგერ ოცნების 10-ულში შეიყვანეს დეპუტატობის კანდიდატი არის და ეგ როგორ ახსნათ? მე არც ოცნების მომხრე ვარ და არც როცა ქვებს ესრო და ის ადამიანი როგორ გავარჩიოთ თუ ასე უნდა გავარჩიოთ და ზუსტად მაგაში არის რომ იქ ვინცა დამნაშავე უნდა დაისაჯოს. მე დამნაშავე არ დაისაჯოს თქო, იმას არ ვამბობ, მაგრამ პოლიციელი უნდა იდგეს თავის დონეზე. პოლიციელმა კანონი უნდა დაიცვას და არა ის ვიღაცის მონაყოლი და ტელევიზორში ყური მოუკარით და ამიტომ გაჯარიმებ და ამიტომ მაგრამ ქართულ პოლიციელ ბიჭებს ახალგაზრდებს შეურაცხყოფას აყენებდნენ აქციის მონაწილეები აგინებდნენ და რა თქმა უნდა მათგანაც პასუხი არ იქნებოდა. ამიტომ მუშტიკრივი უნდა გაემართათ და ყბა უნდა მოეტეხათ იმათთვის? არა, როცა ქართულ კაცს დედას აგინებენ არა, ქართველი კაცი არ არის ის არის პოლიციელი. პოლიციელი, რომელიც ქართველია და ამერიკელიც რო იყოს, მაგ შემთხვევაში აქვს უფლება, რა მნიშვნელობა აქვს ტრამპმა თქვა რომ მაშინ მე რო შემაგინეს, მივიდე და თავკმა დაუნგრიო, მოკლა? არ უნდა მოკლათ, მაგრამ რა ვიცი, რატომ აბა იმას რატო აქვს პრივილეგია ფორმა რო აცვია, ამიტომ უნდა მცემოს მე? და ის რომ მაგინებს მე არ ვცემო? არა, მაგას არ ვიძახი. ორი მხარე აქვს უბრალოდ მაგას. ხო და მაგას ვამბობ, პოლიციელი რომლებიც აშავებდნენ და სახელმწიფოს იცავდნენ, ისინიც გაილანძღნენ და ზოგი ადამიანი იყო, რომელიც უბრალოდ ემსხვერპლა ამ პოლიციელების ძალადობას. რამდენი პოლიციელი დაისაჯა? აი მე გითხარით რომ გითხარით რომ სასამართლო გამამართლა, იმიტომ რომ მე რო არ მქონოდა ლაივი ჩართული და ჩაწერილი არ მქონოდა, პოლიციელები ცრუჩვენებას აძლევდნენ, თითქოს და მე ვაგინებდი, უგზოუკლოდ ფიზიკურად დაუპირისპირდი და ასე შემდეგ და სხვათა შორის თვითონ მოიტანეს ბორკილები დადებული რო ვარ იქ და ერთადერთი რასაც ვითხოვდი, ადვოკატს ვითხოვდი და სახალხო დამცველს დამაკავშირეთ თქო და ეს ჩამითვალეს წინააღმდეგობის გაწევაში. ამაზე იცახდე რომ ხო, წინააღმდეგობის გაწევაში და თავზე რომ მაჯდა 5 პოლიციელი და მირტყავდა, თურმე მე ვიმაშვებოდი რა. ხელები დამამტვრიეს, რა ვიცი, რა არ მიგდეთ პირბადის გულისთვის და ამიტომ კიდევ ვიმეორებ. ის რაც იქ ხდებოდა იმ აქციებზე იქ პოლიციელების ბრალი იყო თავიდან ბოლომდე და მათ შორის იმ პროვოკატორების, რომლებიც დღეს ქართულ ოცნებაში აგერ თანამდებობებზე არიან და ქართული ოცნების კანდიდატები არიან. და დაიჭირონ ისინი, რატო არ იჭერენ? რადგან ისინი არიან ახალგაზრდა ადამიანები, რომლებმაც შეიცვალეს ხედვა. რა ხედვა შეიცვალა? ხედვის შეცვლის გულით რა შუაშია კანონი? არა, ისინი არ უშინებდნენ ქვებს. თქვენ ლუკა ძაძამიაზე საუბრობთ ალბათ დიდი ალბათობით და მასზე არასდროს არ ყოფილა, რა ვიცი, ის ფაქტი, რომ ან ქვას უშინებდეს, ან ფეიერვერკებს პროვოკატორი იყო, ის უბრალოდ აგინებდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს და მთავრობის სხვა წევრებს. მაგის გულისთვის ციხე არის. არ ვიცი, მე მაგის გულით ციხე არის, მაგას მაბრალებდნენ მე ზუსტად რომ პრემიერ-მინისტრს იმას აგინებდაო და ჩვენ იმას გვიძახდაო, მონებსო და მაგის გულით დამატეს ბორკილები და ახლა არ ვიცი მე მაგაზია საუბარი რომ ის პოლიციელები თუ ასრულებენ კანონს დაჯდებიან კანონის ჩარჩოებში და უნდა ჯდებოდნენ, მაშინ ისინი არიან პოლიციელები და თუ მათ მიმართ განხორციელდება რაიმე ძალადობა ან რაღაცა მოხდება, მათ აქვს შესაბამისი კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, რაც უნდა გაატარონ და
თუ ეს ამაში არ ჯდება, ლანძღვა, გინება პოლიციელის მხრიდან იგივე დასჯადი არის როგორც მოქალაქის მხრიდან. როგორ შეიძლება დაჟე უფრო მეტად უნდა დაისაჯოს იქეთ პოლიციელი. ფორმალურია რა ეს დანაშაულის ჩადენისგან არათავისუფლებს. დიდ მადლობას გიხდით გადაცემაში მობრძანებისთვის. მართლაც საინტერესო იყო თქვენი პოზიციები და არ ვიცოდი აქამდე სიმართლეს გეტყვით თქვენი გეგმების შესახებ. იმ შემთხვევაში თუ მთავრობაში მოხვალთ, იმ შემთხვევაში თუ თბილისის მერი გახდებით, მე მინდა რომ წარმატებები გისურვოთ, რადგან მართლაც თქვენი პროგრამიდან ჩანს, რომ ქვეყნისთვის სასიკეთო გადაწყვეტილებებს მიიღებთ და ახლა გადაცემის დასასრულს ამ მრჩეველს რომ მიმართოთ და დავასრულოთ ამით ეთერი. მე ისევ გთხოვთ რომ დაგვიჭიროთ მხარი საქართველოს მიცეთ ხმა. გააფერადოთ 11 ნომერი, ჩემი არჩევის შემთხვევაში ის დაპირებები, რასაც ვიძლევი, აუცილებლად შესრულდება. ერთ-ერთი დაპირება თავისუფლად შეგიძლია თქვენ თავადვე შეასრულოთ, ეს არის უფასო საზოგადოებრივი ტრანსპორტი, უბრალოდ ჩემი მერად გახდომის შემთხვევაში არ გადაიხადოთ თანხა და უფასო იქნება საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ამაზე მარტივი არაფერი არა, უცბად შესრულდება ეს ყველაფერი. ამიტომ დამიჭირეთ მხარი, ქალაქს ჭირდება თავი და მე ხაზ გაუსვა, მე მერობას არ ვაპირებ, მე ვაპირებ ქალაქის თაობას, ქალაქის მმართველობას და ქალაქი უნდა იმართებოდეს სწორად და სამართლიანად. მადლობთ. კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით მობრძანებისთვის. დავამშვიდობები მაყურებელს და აქვე გეტყვით, რომ TV+ აქვს Facebook და YouTube არხი, რომელიც აუცილებლად უნდა გამოიწეროთ, რადგან არ გამოგრჩით სიახლეები.